ასტრონომებისათვის ეს არის სხვა სამყაროს ნიმუში, რომელიც ჩვენთან ხუმრობით რომ ვთქვა, ლაბორატორიაში თავად თავისი ფეხით მოვიდა ამ ყველაფრის საჩვენებლად. მეცნიერები ელიან არა მწვანე კაცუნების დანახვას, არამედ იმის გაგებას თუ რამდენად ჰგავს ან განსხვავდება სხვა ვარსკვლავური სისტემების შემადგენლობა ჩვენისგან. ასტრონომები იმედოვნებდნენ, რომ ამ დღეს შეძლებდნენ იმის დანახვას. ბრუნავს თუ არა კომეტის ბირთვი და აქვს თუ არა მას რაიმე მყარი, არაბუნებრივი სტრუქტურა, რაზეც აქამდე ღიად ავილოები საუბრობდა. სწორედ 19 დეკემბერს ასტრონომებმა გამოიყენეს მსოფლიოს უმსხვილესი ტელესკოპები, მათ შორის ჰაბლი და ჯეიმს ვებიც, რათა მიიღონ პასუხები შემდეგ უმნიშვნელოვანი საკითხებზე. პირველი, ბირთვის ზუსტი ზომა და ფორმა. ამ დრომდე კომეტის ბირთვი, ანუ მყარი ნაწილი გახვეულია მტვრისა და აირის ღრუბელში. მეცნიერებს სურთ გაიგონ, არის თუ არა ბირთვი ერთი მთლიანი სხეული, თუ ორი გადაბმული ნაწილია. მისი ფორმა არის თუ არა ეს ისეთივე უცნაურად წაგრძელებული, როგორც პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა იყო. მეორე, ქიმიური თითის ანაბეჭდი. ეს არის ყველაზე საინტერესო ნაწილი, რადგან 3 აიწილადი ატლასი სხვა ვარსკვლავური სისტემიდანაა. ის სხვა რეცეპტით არის შექმნილი. ასტრონომები დააკვირდებიან სპექტრს, რათა გაიგონ, რამდენად განსხვავდება მისი წყლისა და ნახშირბადის თანაფარდობა ჩვენი მზის სისტემის კომეტებისგან. შეიცავს თუ არა ის ისეთ იზოტოპებს ან ელემენტებს, რომლებიც ჩვენს სისტემაში იშვიათია. ეს გვეტყვის, როგორი პირობებია იმ შორეულ სისტემაში, საიდანაც ის მოვიდა. მესამე, არაგრავიტაციული აჩხარების საიდუმლო. როგორც უკვე ვახსენე, კომეტა იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე მხოლოდ მზის მიზიდულობა განაპირობებს. 19 დეკემბერს მეცნიერები დააკვირდნენ ჯეტებს, ანუ გაზის ჭავლებს. თუ დაინახავენ, რომ აჩხარება ზუსტად ემთხვევა გაზის ამოფრქვევის წერტილებს, მაშინ ხელოვნური წარმოშობის თეორია საბოლოოდ გამოირიცხება. თუ აჩქარება შემდგომშიც გაგრძელდა გაზის აქტივობის გარეშე, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ავილოებისა და სხვა მეცნიერების ინტერესს მისი ანომალიურობის მიმართ. მეოთხე, დაიშლება თუ არა კომეტა. ვარსკვლავთშორისი კომეტები ხშირად ვერ უძლებენ ჩვენი მზის სიცხეს და დედამიწასთან მოახლოებისას იწყებენ დაშლას, ფრაგმენტაციას. 19 დეკემბერი იყო კრიტიკული მომენტი იმის სანახავად, გადარჩებოდა თუ არა 3i ატლასი, როგორც ერთიანი სხეული, რადგან მომდევნო დღეებში, როდესაც ეს კომეტა ჯერ კიდევ ჩვენს სიახლოვეს იქნება, შეიძლება განადგურდეს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.